გამარჯობათ, მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის სადგურმაყურებლებო. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, სახელწოდებით საქართველოს გულშემატკივრის ხვალ. პირობითად კი იცით, რომ 88 წლიდან პირობითად ვიმეორებ სასტარტო განხილვა ისტორიულ ასპექტში მინდის და გადმოვდივართ დღევანდელ დღემდე და შეძლებს დაგვარად ხვალინდელ ზეგინდელ და შორს მიმოვალ გზებზე. დღეს ჩვენი სტუმარი არის პატიცემული მაღალი შეგნების სამოქალაქო ადამიანი აქტივისტი სამოქალაქო ბატონი დავით გუნაშვილი მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოსვევისთვის. ახლა თეორიის სიტყვით შესავალს გავაკეთებ თქვენ ამ ფორმატში მეგონი პირველად ახართ, ხო? დიახ. ამ ფორმატში. ახლა დღეს საკმაოდ ესეთი ტრაგიკული დღე არის საქართველოს ისტორიისთვის. ეს არის ეროვნული გმირის და არა მარტო ეროვნული დიდი სულიერი სამყაროს წარმომადგენელი, ესე სულიერი მკვიდრი, მრავალწახნაგოვანი უკეთილშობილესი ადამიანი, ბატონი მერაბ კოსტავა, მისი გარდაცვალების დღე არის დღეს და ეს ტრაგედია მოხდა ბორითში, ასე ვთქვათ, საეჭვო ვითარებაში, შეიძლება ითქვას რაღაც მანქანაც ძროხა რაღაც გადავედი გადმოვედა, ამ აკებეშნიკების არსენალი ამოუწურავია შეიძლება ითქვას და დღესაც რაებსაც გადროულობენ ხედავთ და მაშინ ეს იყო ორი სიტყვით ვიტყვი მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ამ დიდ ადამიანზე, ეს იყო ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და მართლა ჭეშმარიტი სულიერი რევოლუცია მან მოახდინა. რევოლუცია მათ საგინებელი ტერმინი გონია. რევოლუცია კიდე გამომართა სულიერ სამყაროში ყველაზე დიდი იყო იესო ქრისტე, შემდგომ მეცნიერებაში ნიუტონი, აინშტაინი, ახლა ხელოვნებაში კიდე დიადები, ახლა შოთა რუსთაველი და შაველა და შექსპირი დანტე და ასე შემდეგ, რომლებიც ნახტომით უსწრებდნენ ევოლუციურ გზას. შეიძლება ადამიანმა, ორმა ადამიანმა ერთმა გაიაროს ევოლუციით ამდენი ასე, მეორემ უფრო მოკლე ხანმოკლე ინტერვალში იგივე გააკეთოს ნახტომის. ეს არის განსხვავება რევოლუციასა და ევოლუციას შორის. ამათ გასაგონად და ამ ადამიანმა მართლა მოახდინა რევოლუცია მერაბ კოსტავამ, რომელმაც ერი შეკრა ყველაზე რთული ბატონო დავით დამეთანხმებით ამ ერის გაერთიანება არა. ოღონდ რა თქმა უნდა დიდი მყარი სულიერი და ესეთი ის უნდა იყოს. ახლა ეგოცენტრულზე და რაღაც პარტნიორ ყოფნილებაზე და რაღაც ვაჭრუკანა რაღაცეებზე, ხო, საუბედურო დამაშეც ერთიანდებიან ცოტა ხნით, ეს მერე საფნის ბუშტივით ხდება, მაგრამ აი სულიერი გაერთიანება, ერთობა და მაშინ როდესაც ასე თავის თავსაც პოულობს ნაწილი მთელი ნაწილში და ნაწილი მთელში, ხო, აი მას აკეთებდა ეს კაცი რა. ზედმეტად დიადე კაცი იყო და ამ ერის უბედურება ეს არის, რომ ეს კაცი გაცვალა რაღაც ფასეულობაზე, არ მინდა ახლა ვიში გაცვალა და რაში. ყოველ შემთხვევაში ბევრმა მიივიწყა და სათანადოდ მისი იდეალების დამკვიდრება და გზის გახსნა და სივრცეების, რომელიც ეს კაცი მარადიულ იდეალებს გადაგებდა, ვერ მოხდა. ეს არის სამწუხარო ფაქტი რა, როგორც ასეთი და სანამ ამას არ გამოვასწორეთ და არ გამოისყიდეთ, აქ არაფერი არ გამოვაპირდა, ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და რაც მაკაცმა თქვა, დავით ყველაფერი ახდა. ერთ-ორს ვიტყვი რა, თუ ჩვენ ასე ვთქვათ, თავისუფლებას დავკარგავთ, დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ, თუ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვიპოვით, განგება ესეთი განსაცდელს მოგვიწყებს, რომ ბნელ ოთახში დავიწყებთ ერთმანეთის პონაციებას. და კიდე სხვა მრავალი რაღაცები თქვა, რა პოლიტიკოსი არ იყო ეს კაცი, მაგრამ ყველაზე დიდ პოლიტიკას ქმნიდა, პარადოქსალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ კიდე ვიმეორებ, სანამ ეს არ იქნება, არ დადგება თავის ადგილზე, რუსთველი რო ეთქვა და გული გონება და ცნობა ერთმანეთზე და კიდია, ანუ ეს კაცი გულის ადამიანი, თან ისეთი დიდი გულის უდიდესი, მაშინ როდესაც ცნობა და გონება, გონიერება ერთად შეიკრება, რეზულტატს მაშინ დავდებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიხეტიალეთ კიდე დიდხანს და ამოვწყდებით ალბათ. ამას არანაირი ის არა გვაქვს ჩვენ და პასუხისმგებლობა გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ ადამიანები რომ გამოსავალი ვიპოვოთ და დღესაც გამოსავალზე იქნება ლაპარაკი ბატონო დავით.
ამიტომ მე მინდა მაინც ახლა თქვენი ხედვა აქტიური ადამიანი ხართ და 4 იმას ოქტომბერს იმას მინდა. ოღონდ გთხოვთ მოკლედ, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვები საინტერესო ადამიანი ხართ და ასე რომ დიალოგის რეჟიმში რო წარმართოთ. მოკლედ შეაფასეთ ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე დანაკლისები, საზომები, კრიტერიუმები და ასე ვთქვათ, ის ფასი, რომელიც უკვე გადავიხადეთ და კიდე რა გველოდება წინ გთხოვთ. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სრულიად ვეთანხმებით და მოგყვებით ამ სულისკვეთებაში, რაც შესაძლოა გააკეთეთ და ზუსტად ერთი წინადებით მეც დავამატებ, ხა მე მაშინ პატარა ვიყავი, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო და მე რა პოსტავა ფიგურირებდა ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ცხოვრების სარბიელზე და ცოტა მოგვიანებით გავიაზრე მისი პიროვნების მნიშვნელობა და წონა და ეს წონა კიდევ გასააზრებელი არის ჩემი აზრით იქედან გამომდინარე თუ რა კონტექსტებში გვიწევს ჩვენ ცხოვრება და მოღვაწეობა იმ ადამიანებს ვინც აქტიურად ვართ ჩართული ამ ქვეყანის გადარჩენაზე ზრუნვაში და ვინც ვხედავთ ჩვენ თავს და ჩვეძებთ როლს ასე ვთქვათ ჩვენს როლს ჩვენს რაღაცა უნიკალურ როლს ამ პროცესში ამ ისტორიულ პროცესში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა და თქვენს ხაზი გაუსვით ის გარემოება, ის მოცემულობა, რომ იგი არ იყო პოლიტიკოსი, არ იყო შებუჭილი რაღაცა ვიწრო პარტიული ან ვიწრო პოლიტიკური რაღაცა ინტერესებით და ხო რაღაც მაგდაგვარი მისწრაფებებით, მას ჰქონდა ის იყო საზოგადოებრივი მოღვაწე, საზოგადოებრივი აი სულის წიაღიდან წამოსული ცენტრიდან წამოსული ადამიანი მისიური ინსპირაციის მქონე ადამიანი ანუ მას არა მხოლოდ რაღაცა მიზნები და ამოცანები არამედ მისიიდან ამ მის ცხოვრებისეული მისიიდან გამომდინარეობდა მისი ქმედებები და ასეთი ადამიანები არიან როგორც წესი რომლებიც ასე ვთქვათ დიდ გარღვევებს ახდენენ ფასილიტაციას მოდით ასე ვთქვათ კატალიზატორად გვევლინებიან ხოლმე დიდი გარღვევების. ეხლა ერთი ადამიანი გარღვევას ესე ვერ მოახდენს, ის ახდენს რაღაცა პროცესის კატალიზატორი ხდება, რომელიც მერე ემსახურება დიდ გარღვევას. და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისი რაღაცა გაუგებრო ბუნდოვანი ტრაგიკული დასასრულისა, მან ეს გარღვევა მოახდინა ამის კატალიზატორად მან მოახერხა რომ ყოფილიყო საკუთარი აღდგენაში გადამწყვეტი დიახ აბსოლუტურად და საკუთარი ასე ვთქვათ პიროვნული მსხვერპლის ცხოვრებისეული მსხვერპლის ფასად ეს გააკეთა დიახ შეიძლება ასე ითქვას და ეს საზოგადოებრივი ეს ძალიან თვალსაჩინოა და ეხლა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ჩვენ საზოგადოებრივი წიაღიდან უნდა მივიღოთ ეხლა ჩვენ ასეთი ტიპის ადამიანები ასეთი როლის და მისიით ინსპირირებული ადამიანები, შთაგონებული ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენ ყველას ერთად და დავეხმარებით ერთმანეთს, რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. დიახ. ამაში კრიზისიც გვეხმარება სხვათა შორის. ეს კრიზისის ამბავი იყო, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერიც მე არაერთი შეფასება გავაკეთე სხვადასხვა ეთერებში ამაზე და დეტალებზე ბევრი შეფასებები გაკეთა ზოგი ობიექტური, ზოგი სუბიექტური, ზოგი ემოციური, ზოგი რაციონალური და ასე შემდეგ. რამოდენიმე გარემოება არის აქ, რაც არის აღსანიშნავი. იქნა არჩეული არასწორი მიდგომა თვითონ ამ პროცესთან მიმართებაში. ეს რატო იქნა ხა ეს მიდგომა არჩეული? აქ შეიძლება იყოს მსჯელობა ამასთან დაკავშირებით ანალიზი. მეტწილად სუბიექტური, იმიტომ რომ იმ ადამიანების გონებაში ხა ჩვენ ვერავინ ვერ ჩავიხედებთ, სანამ თვითონ არ გაგვიზიარებენ, მაგრამ იყო არჩეული დიახ, იყო არჩეული მიდგომა, რომელიც იყო რაღაცა საკუთარ თავში ჩაკეტილი, საკუთარ პერსპექტივაში ჩაკეტილი, არ იყო ასე ვთქვათ სათანადო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორც აქტიურ საზოგადოებასთან, ვინც ახლა წინააღმდეგობაში ვიმყოფებით, ასევე ზოგადად ფართო საზოგადოებასთან. არ იყო ეს კომუნიკაცია საკმარისი, როგორც თვითონ 4 ოქტომბრამდე წარმართულ პროცესში, აი ამ კამპანიისას, როდესაც ფოკუსირებას ახდენდნენ და არც იმ დღეს არ იყო სათანადო. ამას ჰქონდა ასე ვთქვათ შინაარსობრივი დანაკლისები და ასევე ტექნიკური რად გაუმართავი პროცესი იყო და მენეჯმენტისთვის იყო არა სათანადოდ მომზადებული. მათ რასაკვირველია, რაღაც გათვლები ჰქონდათ გაკეთებული რაღაცა ფაქტორებზე, ვიღაც ადამიანებზე, რაღაც ინფორმაციაზე, რომელიც როგორც წესი როგორც ჩანს მოდიოდა რეჟიმის წიაღიდან, არ იყო ეს ინფორმაცია სანდო ნამდვილად,
ზედმეტი ასე ვთქვათ, ზედმეტად დაეყრდნენ რაღაც ფაქტორებს, ვიღაც ადამიანებს, ასე შემდეგ, ესე ჩანს გარედან ეხლა რომ შევაფასოთ და აღმოჩნდნენ რეჟიმის სასურველი სცენარის სცენარით გათვლილ მოვლენათა ეპიცენტრში, ხო? ანუ ნახეთ ჩვენ ხა იქ დოკუმენტურიც, ანუ ჟურნალისტებმა იმუშავეს და ნახეთ რომ ეს ღობის ამბავის ძალიან საეჭვო არის, ფაქტობრივად თვალსაჩინო არის, რომ ეს ესე ვერ მოხდებოდა უბრალოდ ვერანაირად. ამ ღობის გადავარდნა და ასე შემდეგ და ის ძალოვანების მოქმედებაც იქ ძალიან საეჭვო არის მთელი ეს რაღაცა ერთიანი სპექტაკლი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჯდება ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, მოქმედებათა სტილში, ამ რეჟიმის სტრატეგიაში, ვინაიდან ამ რეჟიმის მთავარი ძალა მდგომარეობს გარდა იმისა, რომ ძალოვანი განზომილება გააჩნია, ხო, და ყავს რამოდენიმე ათასი, ასე ვთქვათ, ძალოვანი პოლიციელები გედე და ასე შემდეგ, რითიც წმინდა ძალით გიპირისპირდება საზოგადოებას და ასე ვთქვათ. შემოდის ამ წინ უზურპატორულ პროცესში. ამას გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ეს პროპაგანდა და ფინანსური რესურსები, ხო, რომელსაც იყენებს აი ამ ღარიბი მოსახლეობის მოწყვლადობის გამოსაყენებლად და ჩვენი მოსახლეობის ანუ აი ამ რაღაცა სიდუხჭირაზე კაპიტალიზაციას გასაუბედურებას ამისთვის იყენებს. ანუ აი ეს ამბავია, ეს სამი განზომილება, ანუ ფინანსები, პროპაგანდა და ძალოვანი რეპრესიული აპარატი, ამაზე დგას ეს რეჟიმი. და შესაბამისად ეხა ის რაც 4 ოქტომბრის ორგანიზატორებმა აიღეს თავის თავზე, მე ვერ ვიტყოდი რომ ეს იყოს სრულიად წარუმატებელი ამბავი, არ არსებობს ახლა. ხო, ესეთი რაღაც არ იყო სტრატეგიულად ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ნახეთ უამრავი ადამიანი, ეს იყო ძალის დემონსტრირება, ამან აჩვენა რომ არავინ არსად არ იმალება, არავის რეალურად არ ეშინია. დიახ და წინააღმდეგობა ადგილზეა, ეს ადამიანები ადგილზე არიან. უბრალოდ მათ ჭირდებათ სანდო და სარწმუნო მოცემულობა. ეხლა კიდევ უფრო მკაფიოდ ლოგიკურად გასაგები მოცემულობა იმისთვის, რომ ისინი წინააღმდეგობის პროცესში ეფექტურად ჩაერთონ. და ეხლა ჩვენ კიდევ ანუ გარდა იმისა, რომ ეს რაღაცა სრულიად ბუნდოვან დღის წესრიგში ეს ადამიანები ქუჩაში მაინც გამოვიდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ ძალის მიერ რაღაცა ტაქტიკურ ელემენტს ადამიანები არ აყნენ. ო, ანუ აშკარა არის. სანსირება მოახდინეს. კი, აშკარა არის საზოგადოებრივი. დიდმა ნაწილმა ძალიან. დიახ, და მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო გამომდინარე იქედან, რომ ანუ ადამიანებს შეეშინდათ რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას აქვს მე ესე მჯერა, ესე აღვიქვავ, რომ ქვეცნობიერად ჩვენ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაგვაჩნია როგორც საზოგადოებას, ხა ცნობიერში ბევრი პრობლემები გვაქვს განათლების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ქვეცნობიერში ძალიან სერიოზული ინტუიცია გაგვაჩნია, ძალიან ძვლიერი ვართ. ძალიან ძლიერი გენეტიკის და ძალიან მრავალფეროვანი გენეტიკის ერი ვართ და ძალიან დიდ ინფორმაციას ვაზი ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეცნობიერში. დიახ და ეს დიახ და ანუ ეს პირველი ევროპელი და კიდე იმის იქით აღმოჩენები და ასე შემდეგ ეს იმას ნიშნავს და ის გარემო სადაც ჩვენი გენეტიკა ვითარდებოდა, ჩვენ სულ აქ ვიყავით ხომ? არ საიდან არ ვიცი ჩამოვიდით თუ არ ჩამოვიდით, აქ სულ ვიყავით რაღაცნაირად და ეს მრავალფეროვნება ეს უზრუნველყოფს რომ აქ არის ისეთი ტიპის ქვეცნობიერი პროცესები, რომელსაც ვერავინ ვერ დააკნინებს, ვერ ასწორებს. ვერ წაშლის. ეს ყოველთვის ვერ გაიგეს ამას. დიახ. ერთმა ხელისუფლებას. არა, რა თქმა უნდა, ისინი ხო ამ გრძელვადიან საერთოდ არაზროვნებენ. და შესაბამისად, ანუ ეს ინტუიცია იმუშავა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცის ინტუიტიურად მინიმუმ რა არის სწორი გზა. რა არის სწორი გზა და როდესაც აი ამ სწორ გზას ხედავს მეტნაკლებად. აი, როდესაც იყო მაგალითად სახალხო კრების კომპონენტი, ელემენტი, რომ მოდი დავდგეთ ერთად და ვთქვათ ერთად, რომ ჩვენ არ გვინდა ეს რეჟიმი და ჩვენ ამას არ შევეგუებით, რომ ეს არის მოღალატე რეჟიმი და ასე შემდეგ, ამაზე აქ იყო სწორი ელემენტი და ეს კრების კომპონენტი არ იყო ცუდი სხვათა შორის, რა. ამას შეიძლება დასაწყისში. ამას შეიძლება საკმაოდ ესეთი რაღაცა შესაბამისი პრაქტიკული რეალიზების და აღსრულების პირობებში შეიძლება სამართლებრივი დატვირთვაც კი მისცეს ადამიანმა, ხო? მერე მოხდა რაღაცა, რომლის ასე ვთქვათ, რომლის გამოც ეს ორგანიზატორები ძალიან სერიოზული სიურპრიზების წინაშე აღმოჩნდნენ და ცაიტნოტში იყვნენ, მე მქონდა იმ მომენტში მათთან
იმ მომენტში რა ანუ უკვე რომ მოხდა ეს და რომ ამოვიდნენ ზევით სცენასთან რომ დაბრუნდნენ და მქონდა კითხვები ჩვენ ბევრი ადამიანები ვიყავით ვინც ამ პროცესში რაღაცა ვცდილობდით რომ ადამიანებისთვის რაღაცა ხელი შეგვეწყო ხელი პროცესისთვის რომ რაღაცა ნორმალურად ყოფილიყო ეს ყველაფერი ფუნქციონალური და სტრატეგიული იდეა არ დარღვეულიყო დიახ და ანუ და ყველას ამოცა კი ბატონო და უამრავი ადამიანი ვინც იქ იყო ბოლომდე ვინც იდგნენ ამ იდეით მოდი მაინც რაღაცა აქედან მივიღო და ტყუილად არ ჩაიაროს ამ ამბავან და ზიანი არ მოგოვა და ეს ადამიანები ორგანიზატორები იყვნენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მაგ მომენტისთვის საკმაოდ ისეთი რაღაცნაირად ანუ არაერთხელ აღნიშნე რომ ანუ ემპათია გამიჩნდა ანუ ბრაზიც მქონდა რომ რა გააკეთეს ხო ანუ ეს როგორ დაგემართა თან ვაფრთხილებდით პიროვნულ კომუნიკაციაშიც თუმცა არ იყო მაინც და მაინც ღიაობა ამ კომუნიკაციის სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს მიდგომა კონდათ არასტორის ექსკლუზიური მიდგომა კონდათ რაღაცნაირი და მანამდე ეთერებიდანაც ვაფრთხილებით რომ არის რაღაც სცენარი რომელშიც არ უნდა შევყვეთ ჩვენ რეჟიმს საგეთებით იგივე სკამიდა წინა 12 საათით ადრე ამავე სტუდიაში რამის ჩვენ გამოვედით დაახლოებით ვიცოდი რა გამოსტელება კოლოსალური გვაქვს და გავაფრთხილეთ კიდევაც თვალსაზრისით როდესაც ხალხთან კომუნიკაცია არ არის არასაკმარისია და იდეები სტრატეგიული არის პრივატიზირებული უნდა ითქვას ეს ღირად რა ყოველგვარი მოკების გარეშე ეს არის საშენ როდესაც შენ სტრატეგიულ იდეას უმალავ იქ ადამიანებს ხო შენ შეგვიძლია ტაქტიკა დამალო კი ბატონო შენი ისტორია ზუსტად სტრატეგიის ექსკლუზივი შენ არ აქვს მაგრამ როდესაც შენი ძალებით ვერ ახდენი ხალხის მობილი შენ შეგვიძლია 500 1000 მაქსიმუმ 2000-ი გამოიყენო მე ვლაპარაკობ საინიციატივო ჯგუფზე არ მინდა ხა პარტია დავიდე თავს და თქვენ დააცარავს არ ვაკეთებ ახლა რომ მაგით შევიდე ჩვენი საქმე არ არის ამ შემთხვევაში და როდესაც ეს მოხდა უთხარით ესე დამთავრდებოდა რა თქმა მისულით ყველა მივიდა მაგრამ ხო ანუ მათ პირველ რიგში კი აბსოლუტურად ნამდვილად ანუ ტაქტიკური სტრატეგია რა არის ეს საზოგადოება უნდა იცოდეს როდესაც შენ საზოგადოების ძალისხმევაზე გათვლა გაკეთებული ხო ეს თუ საზოგადოება მარიცის და შენ არ დგას ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები იმ მომენტში იმ პროცესში თუნდაც ამხელა რაოდენობა ადამიანების სამოძრავა ამხელა დინამიკა შექმნა და ასე შემდეგ ტექნიკური ძალიან ბევრი პრობლემა იყო უბრალოდ ხმა არ გადიოდა ელემენტარულად ხმა არ წვდებოდა ანუ ეს როდესაც არ გაქვს მით უმეტეს ხო ანუ შენ ტაქტიკური სტრატეგია მანამდე კარგად უნდა გააჟღერო რომ ადამიანებმა იცოდნენ რა ლოგიკით რა ხდება და მზად იყვნენ ამისთვის შინაგანად ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც თუნდაც ხო ანუ რამდენი ხანი უნდა იყვნენ რატო უნდა იყვნენ რა უნდა გააკეთონ და ასე შემდეგ ეს ნოემბერ-დეკემბერში გვაკლდა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად იმიტომ რომ იქ იყო უდიდესი ძალისხმევა წინააღმდეგობის პროცესიც იყო ფიზიკური წინააღმდეგობაც იყო ასეთი ადამიანები მოდიოდნენ ხო ფაქტობრივად 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი თვეახევრის განმავლობაში მაგრამ ვინაიდან ტაქტიკური სტრატეგია არ იყო მათ ლოგიკა არ ესმოდათ რა ხდებოდა ანუ საით მიდის სადმე მიუყავართ ამ ყველაფერს თუ არ მიუყავართ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს დიდი შეცდომა იყო ეს რო არ გააკეთეს და სამწუხაროდ მე უკვე გვიან იყო ამ ყველაფრის გამოსწორება თუმცა სინანულს მე ნამდვილად ხედავდი და ხედავდი იმ ფრუსტრაციას რომ ისინი მიხვდნენ რომ მათ შეცდომა კონკრეტ დაშვებული და ბოლო დავით თავი რომ დააჭერინა ორმა კაცმა ახლა ბოლო ახლა ყველაფერს თავის სახელი რომ დავარქვათ რა ხალხი ხო არა ხო ამ თამაში ბოლო და აიფანტა სხვადასხვა მიზეზებით კოცნობიერი იყო მეორე შეგნები და აქედან მათ შორის ნაციონალების დიდი ასე ვთქვათ ნაკადი იქ არ ყოფილა და რაც უფრო ყველაზე საგანგაშოა ეს მეწყენა რა რომ იმ ორი ქალბატონის გარდა მე შედარებაც გავაკეთე რა ორი ქალბატონის გარდა იმ ადამიანებს რომლებსაც აღიარეს თავიანთი შეცდომები ლაპარაკია ორ ადამიანზე რომლებიც ინიციატორები იყვნენ დანარჩენები ყველა დაიფანტა თუ საწავიდან ანუ ეს რას მაგონებდა ეს მე ერთხელ კი თქვი ცოტა ესეთი შედარება კი არის მაგრამ ცოტა კრეხელური თუმცა ანალოგია შეიმჩნევა პოლიტიკური სულიერ ასპექტშია მე რომ იესო ქრისტე ჯვარს დააკრას ვინ იყო ეს გვერდით დედამისე დეშობელი მარი მაგდანელი და მესამე ივანე ღვთისმოწყალე დანარჩენები სხვადასხვა მიზეზების გამო ისე იყო ასე იყო შიში იყო თუ საერთო კომუნიკაცია არ იყო თუ არ იყო ეს საშუალებები არ აღმოჩნდა ხო იქ როგორც ასე ხო
რაც მოსალოდნელია ხშირად. დიადებმა მოციქულებმა გამოისყიდეს ეს რა თქმა უნდა და დღევანდელი ცივილიზაცია ქრისტიანობაზე როდღაც უკვე ესეც მეტყველია და მათი წვლილი განუზომელია. მე კიდევ არ ვადარებ ვიღაცებს. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში შედარების თვალსაზრისით მე გული დავიწყდა და ამიტომ მათაც მოუწევს გარკვეულწილად რაღაც ამ ჯურიზება პოლიტიკური ჯვარი ეს იქნება სუპერი თუ სამოქალაქო. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და შესაბამისად ხო, ну ფაქტია, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი ბოლომდე ელოდებოდა რაღაცა ტიპის ბუნდოვანების გაფანტვას და რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ ლოგიკას, ლოგიკურ რაღაცა პროცესს, რომელსაც აყვებოდა და გააგზავნა, როდესაც დაინახეს, რომ ეს ვერ ხორციელდება. ისე ჩვენ დაშვებულ შესწორებს სხვები გამოასწორებენ და ამიერიდან ისე მოიქცეთ, რომ ჩვენი შესწორები არ გაიმეორებო, ესე თქვა. ეს ნამდვილად არენდოთ, ასე ვთქვათ, აი ხა მომავლისკენ რო გავიხედოთ ჩვენ ზუსტად და მე მაინტერესებს ახლა გამოჩნდა ბევრი რაღაცეები, ხო? ჯერ ერთი თავარი გამოჩნდა ეს რომ აკვანზე არ გაიხსნა. კვანზის გახსნა წინ გველოდება. დიახ, ეს ყველაზე ეგრეა ნამდვილად. მეორე მომენტი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მსგავს რაღაც სტომილებებს, ხაფანგებს, ილუზიებს, წარმოსახვევს, მოჩვენებით რაღაცებს თავი ავარიდოთ. რა არის ამისთვის საჭირო ელემენტარულად ეს არის სტრატეგიული იდეის ხელახლა ძებნარი, ახალი ტაქტიკური ეს არის შემადგენლობის გამოცვლა არის თუ რა არის დაგეგმვა არის პაუზა არის თუ რა შეიძლება ახლა ისეთი პაუზა დაიჭირო რომ ცუნამი რომ მოდეს წინ არ უნდა დავუხდე ხო გვერდზე უნდა გაირო ჩამოვლეს მე უნდა ახვიდე კი ბატონო არ შეიძლება ეს არის მე თქვენი აზრი მაინტერესებს საზოგადოების ყველა გონიერი ადამიანის აზრი მე მაგჩები ჩამოყალიბებული აგიზია რა თქმა უნდა სხვა მე თქვენი აზრი მაინტერესებს კი ბატონო პირველ რიგში საჭირო არის რომ საზოგადოებას შევთავაზოთ საარწმუნო და სანდო ფორმატი საიდანაც მოდის გარკვეული დამოკიდებულება, გარკვეული მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორ უნდა განვითარდეს წინააღმდეგობის პროცესი. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ეხა უნდა გამოვიდეთ საპროტესტო რეჟიმიდან და გადავიდეთ აქტიურად წინააღმდეგობის კი, ეს უნდა იყოს წინააღმდეგობის პროცესი უნდა იყოს. არის ძალიან ფუნდამენტური განსხვავება პროტესტსა და წინააღმდეგობას შორის. წინააღმდეგობა პროტესტი არის, როდესაც რაღაც ტენდენციები არის ხედავ და შენ აპროტესტებ, რომ იქნება და ამ ტენდენციებს თვითმიზანებით არის, ხო? დიახ, ანუ ტენდენციას ხედავ და მე არ მომწონს ტენდენცია და ვაპროტესტებ, რომ საით მიდიხარ შენ რასაკეთებ. ეხლა უკვე აღარ არის არანაირი ტენდენცია, ახლა მოცემულობა არის, ფაქტი არის, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დამკვიდრების პროცესია, რომელიც გვთავაზობს, ასე ვთქვათ, ბილად რო ვთქვათ, მიგვათრევს რუსული ტიპის მონათმფლობელურ გარემოში, მართლობით გარემოში. კი, ეს რუსული ტიპის მართლობითი მონათმფლობელური გარემო გულისხმობს, ესე იგი, რეპრესიული აპარატის ამოქმედებას, რომელსაც აქვს ორი განზომილება, ერთი არის ძალოვანი განზომილება, სამართალდამცავები და მეორე არის კრიმინალური განზომილება. აი ამ ორ ძირითად ფეხზე დგას და მესამე ფეხი ამისი არის ასე ვთქვათ კლანური, ელიტარული და კლანური მართლობა, კლანური ელიტები, ასე ვთქვათ, რომელიც ცენტრალური კიცე იერარქიის პირობებში არის ჩაშლილი მუნიციპალიტეტების დონეზე და ყოველ სოფელში პრივილეგირებული ოჯახი იქნება, რომელიც მართავს იქ სიტუაციას და რომელიც არის ასე ვთქვათ ამ კლანურ მართლობაში შემოზრდილი. ხო, ამას ქვია, ანუ ესეთი რეჟიმული, ანუ ბატონყმობა არის ეს და მათი მოსამსახურეები, ასე ვთქვათ. ესეთი ტიპის რეჟიმია რუსეთში. დანარჩენი ყველაფერი რაც იქ ფურცელზე წერია. გაცილებით უფრო რაფინირებული ვიდრე ესენი. ნუ, ეხლა რუსეთი არა, რუსეთი ბევრად დიდია. ჩეჩნეთის დონეზე და კადიროვის დონეზე. ხო, რუსეთი ბევრად დიდი არის და იქ მენტალურად მონათმფლობელური ბატონყმური დამოკიდებულებებისადმი არის გაცილებით მეტი ღიაობა და მიმღებულობა.
ვიდრე ჩვენთან პატარა სოციუმი არის და ანუ ძალიან მკაფიო არის კონტრასტები და იქ იძღაბნება ყველაფერი იქ ცოტა სხვა ამბავია თან შეფუთული სამართლებრივად ანუ ეს ტენდენცია დიდი ხანი ესე იყვნენ სულ ესე იყვნენ ეგენი ყოველთვის ესე იყვნენ არასოდეს არამონათმფლობელურ რეჟიმში რუსებს არ უცხოვრიათ არასოდეს და შესაბამისად იქ არაფერი საბჭოთა კავშირი საერთოდ გააშიშურა არა რა საკვირველია უკრაინის ომმა საერთოდ ყველაფერს ფარდა კი თავისთავად აბსოლუტურად ანამდე კიდე რაღაც იმ კაცს აღაშობას მედიხარ და ბუშს რო ყავდა პუტინი რანჩოზე გაგახსენე დიახ გახსოვს ელექტრომობილით რო დაატარებდა კი კაი კაცი არისო კაროჩე ახეთე თვალებში კეთილია სანდოა რაც მერკელმა ამათ კოჭები უგორა კი დასავლეთმა ბევრი შეცდომები შეულებრივი პოლიტიკა ჩაატარეს და პეპ გვარდიოლა რო არის ბარსელონას და რა ქვია მაგას ხელმძღვანელი გენიოსი თუნდაც მაგარო თქვა ევროსტრუქტურებიო და დაემსგავსაო რაღაც კონიუნქტურულ რაღაც ესეთ უგუანო რაღაც სახესო რომელიც ვერ იცავს საერთოდ არის ელემენტარულად ადამიანის უფლების რაღაც ვერ დაიცვა უკრაინის მშვიდობიან მოდდა ბავშვები კი ეს მაგაც სინთეზია კი არის ძალიან ბევრი პრობლემა მაგ თვალსაზრისით ილუზიაშია ამ ილუზიის ჩამოყალიბება ევროპელებსაც დიდი წოდებია კი რა თქმა უნდა ეხა ძალიან ასე ვთქვათ დიდი ილუზია შეიქმნა საბჭოთა კავშირის ჯერ ესეთი მოულოდნელი იყო საბჭოთა კავშირის ნგრევა რეალურად ესე არის მოულოდნელი იყო არ ელოდნენ მე აღმოჩნდა რაღაცა ცაიტნოტში რომ აი მე რა უყოთ ეხა ამ ამბავს მოდი ეხა რუსეთს დავეხმაროთ იქ რაღაც ქაოსი არ დაიწყოს შეინარჩუნეს რამდენი ხანი ინარჩუნა პუჩი რომ ქაოსი არ დაიწყოს გორბაჩოვმა საკუთარი მას კი არ მემართა სპეცსამსახურებს ცერეულს და იმას მემართა დამეხო კაცო კი ხო, ნუ ქაოსი არ დაიწყოს და დაეხმარებოდნენ და ამ დროს პუტინი ელცინის მერე პუტინი გამოჩნდა, რომელიც ამბობდა რომ რუსეთი ნატოში უნდა გაწევრიდეს და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ბერლუსკონის და მაგის ურთიერთობები და ასე. აქ იყო ძალიან დიდი წვეტა მეხსიერებაში თუ ვინ არის რუსი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ცოტა სხვა მოცემულობა იყო, ციურმა ომმა ცოტა სხვა ფსიქოლოგიურ განზომილებაში გადაიყვანა ეს ყველაფერი და ამას დიდი ილუზიის შესაძლებლობები გააჩინა და ამითი კარგად ისარგებლა. ილუზიები კიდევ უფრო გაზა. დიახ, FSB-მ ანუ იმ თვითყოფადმა რეჟიმმა, რომელსაც სპეცსამსახურები მართავენ, ისარგებლა და შესაბამისად განვითარდა როგორც განვითარდა, მაგრამ ფაქტი არის, რომ რუსეთი არის ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ მილიონობით მონები, სრულიად უუფლებო და დაუცველი ხალხი, არის კლანური ელიტური მართლობა, დანარჩენი ყველაფერი სამართლებრივი ასპექტები და ეს ყველაფერი არის ფურცელზე და რეალური გავლენა ამ ყველაფერს არ აქვს, უბრალოდ ფორმდება, რომ ეს ყველაფერი ფორმალურად იყოს შეფუთული, რომ ანუ აი ეს რეჟიმი იყოს შეფუთული, რომ ეს არის რაღაცა სახელმწიფო და არა მონათმფლობელური რეჟიმი. აი ზუსტად იგივეს აკეთებენ. აქაც ასეთი ტიპის რეჟიმს გვიგვიძრებენ. გაცილებით, იმიტომ რომ გაცილებით არალეგიტიმური გზა. ხო, ისინი რაღაცა იმათმა ეს დაალაგეს ევოლუციურად, ჩვენთან ესენი აკეთებენ რევოლუციურად. ანუ რეალური რევოლუციონერები ხა ესენი, აი მონათმფლობელი რევოლუციონერები არიან ეხა ჩვენი თანამედროვე არქიფოს ხროვა, ხო? ანუ აი ეს რეჟიმი ეხა რომელიმე რეჟიმჩიკს ვეძახი მაგათ და ეს რეჟიმჩიკი გვეთამაშებიან ამ რეჟიმჩიკობანას და უნდათ ეხა ჩვენ მოგვაწყვდიან იგივე ტიპის მონათმფლობელურ ბატონყმურ რაღაცა მოცემულობაში. რისი საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ, ამიტომაც არის ეს წინააღმდეგობა. ანუ ეს არის უკვე მოცემულობა. აქ ეხა მაღალ მატერიებზე საუბარი, მაგალითად რომ ქვეყანა, წარსული, წინაპრები, დემოკრატია, რაღაცა მისწრაფ, აქ უკვე მაგაზე აღარ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცა ეს იმდენად პროპაგანდა, იმდენად მოცვითა, ასე ვთქვათ, ეს ტერმინები და სიტყვები, რომ ადამიანების გონებაში ეს რაღაც აბსტრაქტულ ცნებებად აღიქმება. თან განათლების სისტემაც არ გვეხმარება, ანუ რა იგულისხმება, ემოციურ კავშირს ვერ ამყარებენ, მაგრამ ძალიან მაგარ ემოციურ კავშირს ამყარებენ ადამიანები, როდესაც ეუბნები, რომ შენ იქნები სრულიად დაუცველი და სრულიად უუფლებო. აი მაგალითად რომ მოვა შენ რო აი ტაქსის მძღოლი რო ხარ და რო დაგინახავს კრიმინალი ვიღაცა მეტადონშიკი, რომელიც შეკრული არის ცოტა ვიღაც უფრო იმასთან და ის შეკრულია ვიღაც ბობოლა პოლიციელთან და რომლებიც ერთმანეთი ჭირდებათ, აი ის რომ მოვა და გეტყვისო შენ დღეში რამდენ შოულობ ძმაო, ამდენს ხო აი ნახევარი მე მინდა რა, ყოველ დღე მომიტა ნაემას, რომ გეტყვის და შენ რო უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევ და თუ გაუწევ, ხო? და ის კი არ გაგისტორდება თვითონ. პოლიცია დაგიჭერს. სისტემა გაგისტორდება, იმიტომ რომ ის იმასთან შეკრული არის.
და რო დაგიჭერს და აი მონა რო იქნები და რო უხდი და კიდე უფრო ბევრად მეტი საზიზღარი რაღაცეები შეიძლება მოვიყვანო. რა ვიცი, შვილი რო ყავს და ვიღაცას მოეწონება და წათრევა მოუნდება სადღაც. როგორ იქნება? მას რო ეთქვა ნულოვანი თანაგზნობა. ნულოვანი თანაგზნობის პირობებში. მერა პოსტავა იყო, აი ვაშავშავრას გასხეულებულ გმირე, რომელსაც შეუძლია ეგზისტენციალურ ვითარებაში წრის სიყვარული თუ თანაგზნობა თუ ეს წინ წამოწიოს და მაღალი იდეალების გამო შეეწეროს ანუ თანაგზნობა თუ ძირითადად აი ესე რომ სასწაული კაცები და ამ დროს შევიდა პირველი პერიოდი მასე ნულოვანი თორო ამის უკან ოჯახი სად არის შენი ქრისტიანობას არა ხო არა ადამიანი შენი კულტურის ელემენტარული გაგება ეს არის რაღაც დანაშაულზე ყველაზე საშენელება ის არის რომ ინსტიტუტები მათ შორის რელიგიური ამას ატარებენ და თავის შეფასებები კი ბატონო რბილად რო თქვა კი არ აყოლებენ დანაშაულებრივი სიჩუმეში არის კი ანუ ასეთი რეჟიმის პირობებში ისევე როგორც რუსეთში არის ანუ ეკლესიური ბიუროკრატია საეკლესიო ბიუროკრატია ხდება მისი ასე ვთქვათ ჩვეულებრივი მსახური მონაწილე იმ რეჟიმის და იქაც იგივე ტენდენცია ლაგდება და თუ კი ვინმე რამე კეთილსინდისიერის ადმე ვინმე არის ის იმას ან გამორიყავს არა გამორიყავს ის სისტემა მათ ხო ყველა ვარიანტი უხდებათ თელეწოდები საკუთარ თავზე აღება და გამოცხადება რა საკვირველი რომელიც აი ამ ინსტიტუტმა ჩაიდება კი ბატონო და ეხლა ჩვენ ვნახავთ ხემატრი მამა დოროთე და კიდე აი ხო ხედავთ ხო უზენაეს აფერს ერთი გენიალური ადამიანი მოდელი არჩილ ინდიაში რომელმაც აი ესე მაღალი სიმართლე და მაღალი სამრეკლო და ძალიან ძალე რაღაცეები თქვა თვითონ ქრისტეს სახურებაზე და სახურება რაში გადადეს და ასე შემდეგ საოცარი ადამიანი და არის არა რა თქმა უნდა ეს რეჟიმის დამკვიდრების პროცესში ხდება მაგ ხალხის გამო ეს ხალხი ხმას იღებს ხო საუბრობს და ამ ასე ვთქვათ სულიერი კონტექსტი შემოაგდა ამბობს რომ ეს რა არის ხო მამადოროთეს და მეც გავიცანი მქონდა ბედნიერება და კიდე სხვა მამოებიც გამოჩნდნენ რომლებიც ძალიან კაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას ანუ როგორც მოქალაქეები პირველ რიგში აფიქსირებენ და ასევე როგორც სულიერი მოღვაწეები და პასუხისმგებლიანი ადამიანები რომელსაც ანუ მრევლთან და ადამიანებთან რომლებიც მათ ენდობიან ანუ ეულებიან სიმართლეს ეხა სისტემა მუშაობს მათ გამორიყვაზე ხო ანუ საეკლესიო ბიუროკრატია უპირისპირდება ანუ იმიტომ რომ ეს რეჟიმის ნაწილია ხდება ყველა ვარიანტში და შესაბამისად ანუ ასეთი ტიპის რეჟიმია ამ რეჟიმთან ჩვენ უნდა ყველა ვარიანტში გვიწევს ეხა წინააღმდეგობაში ეხა წინააღმდეგობა რას იწევს და დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას წინააღმდეგობა პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ ესე იგი უნდა შეიქმნას სანდო და სარწმუნო მოცემულობა რომლიდანაც წამოვა სწორი მიდგომები და დამოკიდებულებები ამ წინააღმდეგობის პროცესთან დაკავშირებით რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა რომ ესენი რასაც გვთავაზობენ და აქ უნდა იყოს საზოგადოება და საზოგადოებრივი წიაღი და პოლიტიკური ველი პოლიტიკური წიაღი რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაშია მოდი ასე ვთქვათ აი ხელოვნური სუნთქვა ჭირდება რომ ამუშაო მე ვხედავ რომ კი ბატონო მე ვხედავ რომ ეხა იქ არის რა ანუ მაგალითად აი 8 პარტია ავიღოთ ხო არის 8 პარტია ეს რაღაცა ფორმატი რო შექმნეს ცოტა ხნის წინ ხო არის 8 პარტია იქედან ლელო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა გახარია საერთოდ სხვაგან არის გასული აქ ნაცმოძრაობა ეხლა რაღაცა გაურკვევლობაში არის თავის ამბავში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შიგნით დიდი წინააღმდეგობები აქვს ასე შემდეგ მოკლედ და არის კიდე ეს 6 პარტია რომ ანუ ამათ ლიდერების უყოლოდ ფაქტიურად ზიან ციხეში ხო და ანუ ოღონდ იმ პარტიებში ეხლა მე ამ წინააღმდეგობის პროცესში და პროტესტის პროცესში შიგადაშიგ რომ მიწევს შეხება და სხვადასხვა ფორმატებში დისკუსია ხედავ რომ იქ არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული პოლიტიკური ღირებულება შექმნან და ასე ვთქვათ თუ მათ მიეცემათ შესაძლებლობა და ისინი იქნებიან საკმარისად პროაქტიულები და ცოტა თამამებიც ასე ვთქვათ თავიანთ პოზიციონირებაში იმით ფონს რომ ვერ გავლენ ხოლმე ხო შესაძლებელი არის კი მე ვფიქრობ რომ ძალიან კაფიოდ მიმდინარეობს ეხლა ფოკუსის გასწორება იმასთან დაკავშირებით რომ რეალობა რა არის და სხვათა შორის არ ვიცი ხე შეიძლება ეს 4 ოქტომბერი როგორი მათ ხელში ეხა უფრო მეტი რამეა ვიდრე როდესაც ლიდერები გარეთ იყვნენ და ამ ლიდერებს შორის ურთიერთობების სუბიექტური და ასე შემდეგ ბევრ რამეს აფუჭებს და ბევრ რამეს ართულებს აქ მეტი ღიაობაა საშუალო დონეებზე ამ პარტიებს შორის მეტი ღიაობაა და მეტი ასე ვთქვათ
შესაძლებლობები არსებობს რაღაცეებზე შეთანხმების. და ვფიქრობ, რომ აქ არის პოტენციალი და ამ ადამიანები, იქ არის ადამიანები, რომლებიც ჩემში, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე აღძრავენ, ასე ვთქვათ, გარკვეულ ნდობას და იმ დამოკიდებულებას, რომ ოკეი, ამათა ღირებულებითი რაღაცა თანხwebdriver არსებობს მეტნაკლებად რა. იმიტომ რომ ესენი არ არიან დატვირთული, ეს ადამიანები კონკრეტულად აი იმ შუარგოლში და არ არიან დატვირთული აი ძალიან ძიმე ტვირთებით, რომლითაც ხშირად მათი ლიდერები არიან ხოლმე დატვირთული. აი იმ წარსული წინა რეჟიმიდან მოყოლებული და ასე შემდეგ და ეს სხვადასხვა ეტაპებზე. თავისი კი ბატონო. მოკლედ აქ არის რაღაც პოტენციალი პოლიტიკურ ველზე. ეს კომპლექსები შეიძლება. დიახ და აი ამ პოტენციალს ჩემი აზრით ამ პოტენციალის რეალიზებას პოლიტიკური ველის გაჯანსაღების ასე ვთქვათ ახალ ინსტინქტზე გადაყვანის ახალ თანამედროვე დემოკრატიულ ინსტინქტზე არაპოსტსაბჭოთა რომელიც აი ახალ ინსტინქტზე გადაყვანის პოტენციალი არსებობს და ეს ჩვენ საზოგადოებამ ამას ხელი უნდა შეუწყოთ არ უნდა დაუპირისპირდეთ ხელი უნდა შეუწყოთ და ოღონდ ამისათვის ჩვენ თვითონ საზოგადოებრივ წიაღში რაღაცნაირად უნდა დავალაგდეთ და რაღაცა საბაზისო შეთანხმებაზე დავიწყოთ საუბარი. იმიტომ ჩვენ გვიყვარს ხოლმე პოლიტიკოსების ხელის გაშვერა სულ, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა ანუ ეს ტენდენცია არის ესეთი. პოლიტიკოსებისგან აი ვერ გაერთიანდნენ, ვერ დაждდნენ ერთად, სურათი ვერ გადაიღეს ასე. საზოგადოებრივი ველმაც ვერ ქნა იქ ოღონდ. აი ეს უბედურება არის. ანუ საზოგადოებრივი ველი თუ იზავს მაგას და არის ეს ტენდენცია და მე ამაში ძალიან მნიშვნელოვანი ვცდილობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შევიტანო, რაღაცა მნიშვნელოვანი გავაკეთო ამ მიმართულებით. არიან კიდევ სხვა ადამიანებიც, რომელიც აი ამ პრიზმაში უყურებთ, რომ საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტორებს, აქტივისტებს, მოძრაობებს, ორგანიზაციებს, არასამთავრობო ამათ შორის აი საზოგადოებრივ წიაღში როგორმე რაღაცა ტიპის ნეტვორკს ვეძახი, მე რაღაცა ტიპის ქსელი განვითარდეს, შეკავშირება მოხდეს თემატური თანხმობები მოხდეს, საბაზისო თემატური თანხმობები მოხდეს. არა რაღაცა გაერთიანება, არამედ აი საბაზისო კონსოლიდაცია. აინტერესებს ვინესაა ყოფილი ნაციტო, ორი ვისთან გაერთიანება, წამათ ამოვაი. არავის არ აინტერესებს. ანუ დიახ, და აი ეს წინამდებობისთვის ეხლა ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ აი ამ საბაზისო დონის შეთანხმებას საზოგადოებრივ ველზე მივახცევთ და ამ დამოკიდებულებით ჩვენ დაკვეთას დავაგენერირებთ პოლიტიკური ველის მიმართ თუ როგორი პოლიტიკური დღის წესრიგი გვინდა ჩვენ და როგორი პოლიტიკური ველი გვინდა ამ პარტიებში რომელიც ეხლა არის და კიდე არის სხვა პატარა პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც ცდილობენ თავი წამოყონ და ასე შემდეგ ამათში არის ის პოტენციალი რომ ფოკუსი გაასწორონ საზოგადოებრივ დაკვეთაზე ჯანსაღ საზოგადოებრივ დაკვეთაზე და შესაბამისად იმოქმედონ და აი აქ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ასე ვთქვათ წინაპირობა, საკმაოდ ხარი წინაპირობა, მკაფიო წინაპირობა ერთიანი ფრონტით მოქმედებისთვის. იმიტომ რომ ერთიანი ფრონტით თუ არ იმოქმედებს საზოგადოებრივი ველი და პოლიტიკური ველი, ჩვენ წინააღმდეგობის პროცესს ვერ წარმართავთ. ამის ეშინია ბიძინას. რა თქმა უნდა, მესამე ძალის დაბადება სწორედ მაგ საკითხის რეალიზაციასთან არის და ეგ ასე ყველანაირად ცდილობს რომ აქამდე ეს ორი მოთამაშე რო იყო ის შეინარჩუნოს თვითონ და თელმა მაგას რასაც უყურო 12 წელია მაგას ვლაპარაკობ. ეგ ასე სიკვდილით ეშინია მესამე ძალა რეალური. აი ხა მაგალითად რუსთაველზე დღეს იქნება ბრიფინგი და ეს იქნება ერთ-ერთი გამოხატულება იმისი რომ აი იმ პროცესის ადმინის რომ აი ხა იდგებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პოლიტიკური ჯგუფები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. იდეაში მეც იქ უნდა ყოფილიყავი, მაგრამ არა უშავს აქედან შევერთდე. მოკლედ, ნახეთ, ეს არის პირველი მე რასაც უყურებ ხა აი ამ კრიზისის მე აი 4 ოქტომბრის ფონზე აი ფოკუსის გასწორების წიაღში და ასე შემდეგ, აი ეს არის რაღაცა მართლაც პირველი რაღაცა ჩემთვის ხელშესახები ნაბიჯი იმისთვის რომ აქ რაღაცა შეთანხმების დემონსტრირება მოხდეს. ეხლა საზოგადოებას ეს შეთანხმების დემონსტრირება ჭირდება იმისათვის რომ მათ დაინახონ რომ აქ ეს ყველა ინტერესთა ჯგუფი რაღაცნაირად ერთმანეთში დისკუსიაში არის, ამიტომ ასე ვთქვათ, რთული არის ჭეშმარიტება დაიკარგოს, რთულია რაღაცა ყველა საკუთარ თავში ჩაიკეტოს, ხო? რთულია ინკლუზიური პროცესია, ჩართულობა მეტია, შანსები იმისა რომ რაღაცა რაციონალური გამოვიდეს, იქიდან მაღალი არის და ნდობაც მაღალი არის შესაბამისად. იმიტომ რომ ბევრი ისეთი ადამიანიც არის, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები ენდობა და რაღაცა დაუკეთებია ამ ადამიანებს და ასე შემდეგ. ეხლა, ანუ ეს ერთი მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მოცემულობა, რაც ამან უნდა შექმნას, თვითონ აი ამ ტიპის თანხმობის წიაღიდან უნდა წამოვიდეს, ეს არის ღია, აბსოლუტურად ღია, ლოგიკური და გასაგები ნათელი თვალსაჩინო ტაქტიკური სტრატეგია, როგორ უნდა წარმართოთ ჩვენ ეს წინააღმდეგობა.
აი ამ სამ მოცემულობასთან მიმართებაში, რაც არის ძალისმიერი მოცემულობა, ძალოვანი მოცემულობა, რეპრესიული აპარატი, ფიზიკურად როგორ უნდა გავჭედოთ რეჟიმი, რომ მან დაკარგოს გავლენა და მისი აი ეს ძალა დაკარგოს, რეალურად ვეღარ შეასრულოს ეს ფუნქცია, ქმედითუნარიანობა, დიახ, ფუნქციონირება ვერ შეძლოს, ფიზიკური პარალიზება როგორ უნდა მოხდეს რეჟიმი. ოღონდ არაძალისმიერი მეთოდებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მათ წისქვილზე ასხავს. ეხლა 4 ოქტომბერმა გვანახა როგორ არ უნდა ვქონდეთ. დიახ, მეორე როგორ დაუპირისპირდეთ პროპაგანდას და ამისთვის ძალიან ბევრი ინსტრუმენტები არსებობს და უბრალოდ კარგი კოორდინირებული მოქმედება არის საჭირო და ერთიანი მესეჯ ბოქსებია საჭირო და შეთანხმებული ასე ვთქვათ დღის წესრიგია საჭირო რომ პროპაგანდას როგორ უპირისპირდებით რომ პირველ რიგში ჩვენი ოპოზიციური საზოგადოება დავიცვათ დაბნეულობისგან მცდარი ინფორმაციისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხა ქოცურ ნაწილზე აღარ ვსაუბრობ და ან თუნდაც იმ შუა ნაწილზე რომელიც აი რო უყურებს ახლა ქარის აი დაუბერავს იქით რო გადაიხრება ხო? ანუ ოპოზიციური საზოგადოება მინიმუმ რო დავიცვათ და მესამე არის როგორ უნდა ასე ვთქვათ შევეწინააღმდეგოთ ამათ მიერ აი ამ ფინანსური ნაკადების გამოყენებას რეჟიმის დასამკვიდრებლად რა და აქ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი და საერთაშორისო ხარდაჭერა, საერთაშორისო ზეწოლა, წნეხი და ასე შემდეგ. ანუ ეს სამი მიმართულება არის ის წინააღმდეგობის აი ეს ფოკუსის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ უნდა რომლის სკენას წინააღმდეგობა უნდა წავმართოთ. და ამისთვის გვჭირდება ძალიან საბაზისო შეთანხმება და კოორდინაცია, ორგანიზება და მოქმედება. ამას ამ მოცემულობას თუ ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ ფართო საზოგადოებას, ხო? საზოგადოება აუცილებლად გვერდით დაგვიდგება და ეს პროცესი შეგახდება შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მივიღებთ აუცილებლად გრანდიოზულ გარღვევას. და ამ პროცესში საზოგადოება დაინახავს რამხელა შესაძლებლობები გაიხსნება, იმიტომ რომ აი პირველი აი ეს სწორი მოძრაობა წავა თუ არა მიმართულებით უდიდესი შესაძლებლობები გამოჩნდება, რომელსაც ეხლა აი ეს ასე ვთქვათ, აი ოცნების ლოგოს რო აიღოთ ლოგო, რაც არის რა, აი უკან არის მზე, ძალიან თვალსაჩინო უნდა დააკვირდეთ. უკან არის მზე კაშკაშა, საქართველო, ქართული პოტენციალი, ჩვენი ერის პოტენციალი, ჩვენი აი ყველა პარამეტრში. და ზედადევს აი 7 ქიმიანი ბნელი შავი ხვრელი რაღაცა, რომელიც აბნელებს აი ამ მზეს. ბიზნეს აი ეს არქიფოს რაღაცა მონათლობელი ბატონყმური რაღაცა მოცემულობა, რომელიც შემოგვატყუა, შემოგუტყუა, ასე ვთქვათ, აი თაღლითური ხონებულმა პოლიკარპე კაკაბაძემ სტავეცი. დიახ, ზუსტად. კი ბატონო. მოხვედრილი ადამიანები ისტორიული რაღაც გადაკვეთის დრო ჩაიგდებენ ხელში. კი, ზუსტად მაგარი პარალელს უკეთებენ ასე. აი ესე შავი ხვრელივით ადებს, აი ეს უნდა მოვაშოროთ აქედან და გაკაშკაშდება ეს ჩვენი მზე არაჩვეულებრივად და ვიქნებით ძალიან სერიოზული პერსპექტივები ელის მერე ქართულ ხალხს და ამ სახელმწიფოს და ამ რეგიონს მთლიანად. განსაკუთრებით აი ამ ბოლო რამოდენიმე წლიანი გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აი ხა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ანუ და იმ ფოკუსიდან გამომდინარე, რაც ახლა დასავლურ დემოკრატიულ სამყაროს აქვს რუსეთთან ომის წიაღში და ჩვენ რამხელა კონტრასტს ვიძლევით ახლა თუნდაც იგივე რეგიონულ დონეზე სომხეთთან, აზერბაიჯანთან და კიდევ ასე. უბედურება რა არის ეცე? ყველაფერი ჩვენს მხარეს არის, ყველაფერი ჩვენ გვიწყობს ხელს. ერთადერთი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ ახლა არის რომ ეფექტურად წარმართოთ წინააღმდეგობის პროცესი, რომ ეს რეჟიმი ისეთ პარალიზებაში მოვაქციოთ, რომ არ ვერ შეძლოს ფუნქციონირება და ამისთვის ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის. არავინ არ გვჭირდება ამისთვის ჩვენ. და ვერავინ ვერ გააკეთებს ამას ჩვენს გარდა. ვერ გამორიცხო ვერანაირი გარე ფაქტორი, ვერანაირი სანქცია, ეს ყველაფერი დამხმარე შეიძლება იყოს, მაგრამ წინააღმდეგობა არის ჩვენი წარსამართი და სწორად წარსამართი. ღიად ყველანაირი საიდუმლო კონსპირაციების და იმის გარეშე. სრულიად უნდა გამოვიდეთ. ეს არის ჩვენი დაცვა. და ანუ აი ამ მიდგომით, აი ამ ძალიან ზოგადი თუნდაც ტაქტიკური სტრატეგიით საზოგადოება დაინახავს გზას როგორ შეიძლება ეს რეჟიმი მოუშოროთ. გამოწვევა არის რომ ჩვენ გვაქვს ცოტა დრო, არის ადამიანები რომლებიც ძალიან გრძელვადიანში უყურებენ. მე მაგას ესე არ უყურებ ნამდვილად, აი როგორც უსაფრთხოების სექტორში მკოცწლიანი გამოცდილების მქონე და ასევე საჯარო მმართველობის და ზოგადად მმართველობის სპეციალისტი, მე ვერკვევი კარგად, ანუ რა ტიპის რეჟიმები არსებობს და ანუ როგორ მყარდება რეჟიმები, სხვადასხვა ტიპის რეჟიმები
და აი ეს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლის პრიზმიდან გაანალიზებული მაქვს ძალიან კარგად და არა მარტო მე ამ სფეროს ვინც უყურებს, ყველამ ვიცით რომ ეს არის ისეთი ტიპის რეჟიმი, რომ ეს თუ დამკვიდრდა, მერე ძალიან რთული არის მასთან გამკლავება დიდი ხნის განმავლობაში. თუ რაღაცა ძალიან დიდი ტექტონური რაღაცა საოცრებები არ მოხდა, ურთულესი რუსეთი რომ დამარცხდეს უკრაინაში, კი შეიძლება მას პრობლემები შეექმნას, მაგრამ აქ შიგნით ბირთვი, გარდამტეხი ბირთვი თუ არ დარჩა და ამათმა მოახერხეს დამკვიდრება და ამის ნეიტრალიზება, ჩვენ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დრო წლის ბოლომდე, ბევრი დრო არა გვაქვს. ეხლა არის ფოკუსი გასწორებული, სხვათა შორის 4 ოქტომბრის ორგანიზატორებმა ის მოახერხეს, რომ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის პროცესზე ფოკუსის ცენტრირება მოახერხეს, ეხლა როგორ მოახერხეს ეს საუკეთესო თემაა კიდე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა და ჩვენ ეხლა აი ეს ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ, არ უნდა დავფანტოთ და აი ეხლა უნდა ბოლომდე მივაწვით აი ამ შეთანხმების პროცესს და წინააღმდეგობის პროცესი შევიყვანოთ რეალურ ასე ვთქვათ ქმედებაში გადავთარგმნოთ ეს ყველაფერი რა და ამისთვის საჭიროა უბრალოდ ადამიანთა სწორი კომუნიკაცია მათ დავანახოთ რეალურად რისი უნდა ეშინოდეთ მათ იმის კი არ უნდა ეშინოდეთ წყლის ჭავლის და დადგომის და თავდაცვის და იმის კი არ უნდა გვეშინოდეს მონობის უნდა გვეშინოდეს და შენი თავი კიდე შეიძლება წარმოიდგინო როგორც მონა არ ვიცი ხო ადამიანი მაგრამ შვილები როგორ უნდა შვილებს წარმოიდგენ თუ არა შენს გოგო ბიჭებს რო წარმოიდგენ თუ არა ახალგაზრდებს მონობაში ვიღაცა ვიგინდარების დამთავრდა მან ყველაფერი რა თქმა უნდა მე გონი ძირითადად თქვით ხო კი იბათ ეს ასევე მინდა გამოვეხმაურო იმას ზიამაღლობელის და კი ბატონო აჯილდოება იყო პრაღაში როგორც ასეთი ეს ერთი შეხედვით თითქოს ევროპული ასამბლეა იყო ექსპორტაციის სარგებლობის იყო მაშინ და ზიას როგორც თვალსაჩინო მოღვაწეს წინააღმდეგობის მოძრაობას და ავტორიტარისთან ასე ვთქვათ მებრძოლს და ძალიან დიდი ჯილდოები და საქება გამოკვეთილად იყო მისი სახელი ხსენება და ღირსება აღნიშნული როგორც ასეთი და ამით მე დასასრულისკენ წავიდეთ ყველა სინდესის პატიმას მინდა გამოეხმაურე და მე ვინმეს იმედი თუ მაქვს დავით მინდა გითხრა რომ მაგ ყველაზე უფრო მაგათი იმედი მაქვს ძირითადი ბირთვი საქართველოს მომავალს ისე როგორ მაგათმა უნდა გაითვალისწინოს მონაპოვარი რომელიც 9 აპრილის მეფშია ჩადებული თავისი აფხაზეთის ცხინვალით კი ბატონო ადმინისტრაციული მოწყობით და ეს საკუთრების და ამაზე ვილაპარაკებ ჩვენ თემაზე ფუნდამენტალურად ესე კი არა ფუნდამენტალურად ამას ესენი მეცნიერთა კონგრესი აქ დადებულია თავაზობ თანამშრომლობას ყველა ესეთ ადამიანს და მინდა რომ მათი განთავისუფლება იყოს ერთ-ერთი ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი იმედთან ერთად როგორც ხარჯზე ხარდაჭერა როგორი დიდია ციხიდან რომ იქიდან გვამხნევებენ დიახ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არაფერი მაგალითს გვაძლევენ ის არ მოსვლია ახლა სიზიფეს ავიტავა ჩვენ ხო გვარო აქ დაგიგორდება კიდე უნდა აიტანო დაგიგო კიდე და ეს პროცესი არის და ამიტომ სავალალო მდგომარეობაში ყოფნა არანაირად არ არის ასე ვთქვათ მიზანშეწონილი და რა ვიცი მე მინდა ეს უსულო რა და ერთი მაინც მინდა რომ რახან მე და პოსტავ და ეს ვახსენებ და მე ვაჟამშავლას ერთი ლექსით მინდა დავამთავრო პატარა ლექსია იმარკე 1905 წელს არის მე მგონი დაწერილი ძალიან პატარა ეს ზუსტად ჩვენზე თითქოს აი პერსონაჟები შეცვლილი აი ლექსია ძალიან მოკლე ცუდი დროება დაგვიდგა ძალიან ცუდი დარია კატები თავებს აღჭობენ თურამ ლომსხერი დარია ხორი დაკოჩრა ქათამა ომი შაიქმნა ცხარია საგმირო საქმე შადის ინდოურების გვარია ნუ ახლა ეს ლექსი რა დონეზე იყურებოდა საუკუნეების ასე ვთქვათ სივრცეებიდან რა რომ
აი ერთი ერთზე თითქმის ახლა ახსენე ზოგი ჩაანაცვლეთ ის ამით ვერთხა ვინ არის თავი ვინ არის ის ვინ არის იმინა და ასე რაღაცები არ იცვლება შეიძლება ასე ითქვას დეკორაციები იცვლება დეკორაციები ზუსტად ხოლმე და ხო ისტორიას თავისი გეგეზი აქვს თავისი სულა აქვს როგორც ასეთი და ასევე პოზიტიური მომენტები ასევე ბნელი მომენტები და სინათლე სიყვარული და მერაპოსტავას იდეალმა აქტუალ გაიმარჯვა ვერანაირი პოლიტიკა აქ ვერ გიშვება. ჩვენ იმხელა ტანჯო გვაქვს ახლა გავლილი რეალურად ამას რო გადავტეხავთ მე რეგულის ძალიან ხანგრძლივი აღზევების პერიოდი მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული აღზევების განვითარების და ჩვენი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის და გაბწყინების და ასე თქვა მსოფლიოს გაოცების ამბავი მართლა ახლა ისე კი არა ბიზნეს რო უნდა. არამედ აი ჩვენი დიჭის და ჩვენი აი ამ ხასიათის საუკეთესო გზები დემონსტრირება ამ მსოფლიოს ნამდვილად გააბედნიერებს კაიხნით რა და კიდე ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს სასიხარულო თავარია ეს გარღვევა მოვახდინო და არ ჩავრჩეთ ამ ამბავში. ექვემდებარება თანამშრომლობას, კონსტრუქციას სტრატეგიული და ტაქტიკის ის არის თანაარსებობა და ჰარმონიზაცია უნდა ოღონდ ღიად კიდევ კი რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს გარეშე რა ხა ტელევიზიონ და ვარსკვლავობიანა ბიჭონობა და აბსოლუტურად ეს ქვეყანა საერთოდ და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიები განულებული რო არიან ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი პოსტსაბჭოთა საზოგადოების სინდრომია და ნუ სინდის პატიმრებს ყველას უკლებ მინდა უთხრა რომ არც ერთი მათი წამი იქ გატარებული არც ერთი წამი არ ჩაივლის უშედეგოდ და ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი დანიშნულება ძალიან დიდ როლს და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ჩვენთვის მაგალითები არიან და ყველაფერი იქნება ქართველი ხალხი ამას დააფასებს ბოლომდე რა ბოლომდე და ჩვენ ქართველებს თქვენ სცენაში და იმედი გვაქვს რომ ჩვენი გზები თუ კიდე ცხადად გადაიკვეთება გამარჯვება უსურვოთ ყველა მართავ კეთილ და სამართლიან ადამიანს და ამ მომენტ დავიმშვიდობოთ მაყურებელს მადლობა დიდი შეხვედრამდე შესაძლებლობისთვის სტუდია ღია ასეთი ადამიანებისთვის და რაც თავარი ეგეთი იდეებისთვის ვინც ამ იდეას არ უყარდათ კი ბატონო დიდი მადლობა იმედია რომ შევძლებთ ამას და შეუძლებელი არაფერი არ არის ვინც უღალატებს და სინანული თვითონვე დატანჯავს ახლა და ქართველი ხალხი არსადაც დაიკარგება ჩვენ გზას ყოველთვის ვიპოვია პოულობ და ვიპოვით მომავალშიც მადლობები და კარგი